მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი აგორა, მე კი მისი წამყვანი თამთა კუდაიძე ვარ. ეს არის ჩემი პირველი პოდკასტი და დებიუტი პოდკასტების სამყაროში. ჩვენი სასაუბრო თემა კი, როგორც უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა სათაურიდან გამომდინარე, შეეხება რეგიონებში ადგილობრივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. ზოგიერთი საქმიანობის გაქრობა საფრთხეს უქმნის თუ არა კულტურის გაქრობასაც. რამდენად მნიშვნელოვანია ის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის და სხვა. პირველი პოდკასტი კი იქნება თუშურ მეცხვარეობასა და თუში მეცხვარეების გამოწვევებსა და პრობლემებზე. თუშები უძველესი დროიდან მისდევენ სამრეწველო მომთაბარეობის ტიპის მეცხვარეობას. ეს დარგი თუშურ კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაზეც არაერთი კულტურული ძეგლი თუ ნივთი მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ხალხური სელექციის გზით შექმნილ ქართულ ჯიშებს შორის არის თუშური ცხვარი და ცხენი. წყამსური კულტურა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული თუშების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტთან და ერთ-ერთი მაგალითია თუშური ფარდაკი, რომელსაც გამორჩეული ორნამენტული სისტემა აქვს. სწორედ ამიტომაც არის საგანგაშო ის ფაქტი, რომ მეცხვარეობა როგორც საქმიანობა გაქრობის პირასაა, რადგან ამ საქმიანობის გაქრობა თუშური კულტურული ფონდის გაქრობას გამოიწვევს. მეცხვარეობის მთაბარული მეურნეობა თუშეთში ზამთრისა და ზაფხულის რეჟიმშია აქტიური, რაც იმას გულისხმობს, რომ მეცხვარეებს ზაფხულში აყავთ ცხვარი მთაში და ზამთარში ჩამოჰყავთ ბარში. მათ ყოველ წელს უწევთ თუშეთის რთული და სახიფათო გზის გავლა. ისინი ცხვირისფარებს მიერეკებიან თუშეთისკენ ან მოერეკებიან ბარში ნებისმიერ პირობებში, თოვლსა თუ წვიმაში, დარსა თუ ავდარში და ამას ემატება რთული გზა, რომელიც ხშირად დანაკარგთანაც ასოცირდება მეცხვარისთვის. 2020 წლის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში თუში მეცხვარეებს 30,000 ცხვარი ჰყავთ. ცალკეულ მეცხვარის საშუალოდ 1000 სული, თუმცა მათ ამ რაოდენობის ცხვარის შენახვაც კი უჭირთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მეცხვარეები სახელმწიფოს მხრიდან ვერავითარ მხარდაჭერას ვერ იღებენ. ძველი თაობა მეცხვარეობას როგორც შესწავლილ ხორცებულ ტრადიციას ინარჩუნებს, თუმცა ძველი თაობის წასვლისთანავე მომავალი თაობა ამ საქმიანობას დიდი ალბათობით დაივიწყებს. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის, რომ ცხვრის შენახვა ქართველ მეცხვარეს ძალიან ძვირი უჯდება, მოგებას კი ვერცაიდან იღებს. საძოვრებისა და შესასვენებელი ადგილების პრობლემა კი უფრო მეტად აფერხებს ამ სფეროს განვითარებას, რადგან ის ადგილები, რომელსაც მეცხვარეები შესასვენებლად იყენებდნენ, დღესდღეობით კერძო საკუთრებაშია გადასული. კანონმდებლობით უკანონო ძოვა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებს უკავშირდება და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მუხლის 68(2)-ის გათვალისწინებით დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბიან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 30-დან 50 ლარამდე წყვილფეხა პირუტყვზე და 70-დან 100 ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. მეცხვარეობის როგორც საქმიანობის განვითარებას არაერთ მხრივ აქვს პოტენციალი. ერთ-ერთია ქართული მატყლი, რომელსაც დღეს ფაქტობრივად ფასი აღარ აქვს. ეს ძვირფასი მასალა ღია-ცის ქვეშ იყრება და ლანდშაფტს აპრინცურებს. მეცხვარეებს კი ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ დიდი რაოდენობით მატყლის ბარში ჩამოტანა, ამიტომ უწევთ მატყლი დატოვა მთაში და დაწვა. თუშური მატყლი გამოირჩევა სიმაგრით, რეკადობითა და მბზინვარებით. სწორედ ეს თვისებები აქცევს მას მატყლის ჯიშებს შორის საუკეთესოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ თუშური მატყლი ღებვისადმი მორჩილებით, ხოლო გრეხვისა და ჭიმის მიმართ გამძლეობით გამოირჩევა. თუშური მატყლის უპირატესობას ადასტურებს გერმანელი პროფესორის ეგერის ჩანაწერები, რომელმაც მე-19 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში. გამოსცა მონოგრაფია, სადაც ამტკიცებს, რომ თუშური მატყლი განსაკუთრებულია და იგი 20 დაავადებას კურნავს. ამის და მიუხედავად თუშური მატყლი აღმოჩენილი, თუმცა დაუწყებული კულტურული განძია ქართველებისთვის. მატყლის ფასი აქვს დაკარგული. ადრე თუ თუშური გუდის ყველი და მატყლი ერთი ფასი ღირდა, დღესდღეობით 1 კილო გუდის ყველის ფასი 40 ლარამდე თუ მერყეობს. 2021 წლის მონაცემებით საქართველოში გაურეცხავი მატყლი 1 ლარი, ხოლო ქარეცხელის ფასი 2,5 ლარამდე მერყევდა. ხოლო პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზარზე ქართულ მატყლზე მოთხოვნა 50%-ით შემცირდა. ქართული მატყლი ძირითადად საექსპორტოდ ინდოეთში, ბრიტანეთში, ბელორუსსა და უკრაინაში გადიოდა. ძირითადი მოთხოვნა კი ინდოეთიდანაა. საქართველოში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო ზემო ალვანშია და ერთადერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეულით ამარაგებს. თავდაპირველად წლის განმავლობაში 20-დან 25 ტონამდე მატყლი მუშავდებოდა, ახლა უკვე საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდე გაიზარდა. მეცხვარეობა კი არ ეწყო, არ ეთმობა ისეთი. თუშეთში რომ მიდიოდი მთები სუთეთრად იყო გადაფენილი, მაგრამ ეხლა აღარაა ისე. იმიტომ რომ თუშურ მატყლს და თუშურ ყველს, გუდის ყველს ერთნაირი ფასი ჰქონდა ადრე. ეხლა თუშური მატყლი 20 თეთრად იყიდება და ისიც აზერბაიჯანელებს გააქვს. იმიტომ რომ შულავერი თბილისში იყო ასეთი ფაბრიკა, რომელიც მატყლზე მუშაობდა. ეხლა ზემო ალვანში არის ერთადერთი
არინდაულების ერთადერთი მატყლის გადამუშავებელი საწარმოზე მოვალშია ერთ პირველობას ეკუთვნის და აღარც მატყლს აქვს ფასი. აბა წარმოგიდგენიათ ასეთი უნიკალური მატყლი, რომელსაც 20-ზე მეტი დაავადების მკურნალობა შეუძლია 20 თეთრად იყიდებოდეს. ამიტომ აღარც მეცხვარეებს აქვს იმდენი ხელშეწყობა. მართალია ეხლა თუშური ყველითი თქმის 35-50 ლარამდე ავიდა კილო. ეხლა კი ფასი მოემატა, მაგრამ მატყლს არა. აი სანამ მატყლს თავისი ფასი არ დაუბრუნდება არა. აღარც მეცხვარეებს მეცხვარეობა არის აი ტანჯვა და წამება რო ვიტყვიან, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ზამთარ, ზაფხულ, წვიმაში, ყინვაში არიან გარეთ, ეწევიან აი რო ვიტყვიან მონურშრომას, მაგრამ ანაზღაურება მდენია რა. ამგვარად ტრადიციაზე დაყრდნობით მეცხვარეობა დიდხანს ვერ იარსებებს და სამომავლოდ აუცილებლად გაქრება. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს სამომავლო ხედვა და ტურიზმის გარდა სხვა დარგების განვითარებასაც შეუწყოს ხელი, რადგან გარდა კულტურულ ღირსშესანიშნავი ადგილებისა, ესე თუ ის სოფლის მეურნეობის დარგიც მნიშვნელოვან კულტურულ ღირებულებას ატარებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ჩემს პოდკასტს უსმენთ. გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე, სადაც აუცილებლად ისევ დაგიბრუნდებით საინტერესო თემითა და ამჯერად უკვე მოწვეული სტუმრით.